ჩვენ შესახებ დარწმუნებული ვარ, ბერმა თქვენთაგანმა TikTok-იდან ან Instagram-იდან გაიგეთ, სადაც ძირითადი ვიდეოები ოჯახზეა მორგებული. უმეტესობამ ალბათ გასულ წელს აჭარის პროექტიდან გაგვიცანი, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში მე, თიკო და დანი აჭარას კათვალიერებინებდით. ხალხა მიშინეთ 200 მეტრი ჟევით. ზუსტად 3 თვე, სადაც ყოველდღიურად ავდივით და ვიღებდით ვიდეოებს. მაპმა გაგვჭედა არასწორ გზაზე. გათვალიერებინებდით სასტუმროს აჭარაში, გაცნობდით უამრავ ლამაზ ადგილებს, მოგზაურობდით მაღალმთიან აჭარაში, სადაც უამრავ გამოცდილებასთან ერთად საკმაოდ კარგი მოგონებებიც დავაგროვეთ. მაგრამ რა საერთო აქვს აჭარის პროექტსა დღევანდელ ვიდეოს ერთმანეთთან? ცოტა ხნის წინ 911 რო ვიყიდე, გახსოვთ რა ვთქვი ვიდეოს დასაწყისში? თან როგორ ვიყიდეთ, ანუ ერთ დღეს გავიღვიძეთ, შევხვდა განცხადება, რეკლამების რეკლამები მუშაობენ ჩვენზე რომ ჩვენზე წამოვედით ვიყიდეთ. ზუსტად ესე მოხდა გასულ წელსაც. გავიღვიძეთ, შევხვდა აჭარის მთავრობის განცხადება და იმ დღესვე ჩავერთეთ მთელი ოჯახი კონკურსში, მაგრამ ამასაც რა საერთო აქვს დღევანდელ ვიდეოსთან. თუმცა მგონია რომ უკვე მიხვდით. დღეს გავიღვიძეთ და კიდევ ერთი რეკლამა შევხვდა, სადაც გავიგეთ, რომ Tegeta Leasing-ს აქვს სპეციალური შეთავაზება Porsche Macan-ზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 0%-იანი ლიზინგით. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ღირებულებას ლიზინგის პროცენტის გარეშე ანაწილებ 12 თვეზე და თანამონაწილეობა შეადგენს სულ რაღაც 10%-ს. მოკლედ, თუ ავტომობილი ყრის პირობითად 100.000, შეგაქვთ 10.000 და დანარჩენს გინაწილებენ უპროცენტოდ 12 თვეზე, რაც საშუალებას გაძლევთ მინიმალური საწყისი კაპიტალით გახდეთ პრემიუმ კლასის ელექტრო SUV-ის მფლობელი და ჩვენთვის ოჯახისთვის, რომლისთვისაც ფინანსების გონივრულ მართვასთან ერთად უახლესი ავტომობილით გადაადგილება პრიორიტეტია, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კაი შეთავაზებაა და გადაღებებში, რა თქმა უნდა, ტრადიციულად Samsung Galaxy S26 Ultra დაგვეხმარება, რომლის წყალობითაც სტაბილიზატორი აღარ გვჭირდება, უბრალოდ საკმარისია, რომ ხელში გვეჭიროს. შუქზე რა ლამაზია. შუქზე მზის შუქზეა ლამაზი. ვაახ, რა სილამაზეებია ზევით. ამას შეხედე. არა, რა უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს არის ნამდვილი საოჯახო სეტი, უბრალოდ ამას შეხედეთ. მარტო ის ავტომობილი იმიტომ უნდა ვიყიდოთ, რომ აი ერთად იდგნენ. არა, ძალიან ლამაზია ორივე 911-ზე ხო უკვე ყველაფერი მოგიყევით, მაგრამ ეს უკვე ორი დღე ამით დავდივარ და აი ესეთი ავტომობილია, რომ ერთი ესეთი ყველა ოჯახში უნდა იყოს. მოკლედ, თან რომ დაგათვალიერებინოთ ცოლო რო გამიღოთ თქვენი მანქანა თუ შეიძლება. შეგნით ინტერიერი არის ულამაზესი და უდიდესი, ნუ იქ ჩატყეპილი როზი ვარ ხოლმე აქ. შენ რატო იღებ მაგას, ანუ მანქანა ხო ჩემს განვიხილეთ. ესე იგი, იმ მანქანაში თუ ზიხარ ცოტა ჩატყეპილი, როგორც ამიკო იყო და აქ ზიხარ უფრო მაღალზე, ნუ ხა რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით ჯიპია და მაღალზე იჯდები, მაგრამ მani სულ სხვა კომფორტი აქვს რა და წაღან გარე კადრებს რო ვიღებდით ერთი პერიოდი სულ დამავიწყდა, რომ ანუ ამიკო იღებდა. აი ისე რბილად და ისე კარგად მივსისინებდი გზაზე. დამავიწყდა. ანუ ავტომობილი რო იქოქება და რომედი საერთოდ უძვე გარ ყველაზე უცნაური. ჩემსაც უკაცრავა და რა ცოტა დისტანცია დაიჭირეთ რა. ისეთი ჩუმია მანქანაზე, ვერც დაქოქვასა, ვერც გათიშოს ვერ ატყობ და აი რა, საერთოდ არის მსგავსი. ცოტა იმას აუარი გვერდი კარგად. აიმე. კარგად, აი ეგრე, არ მივუახლოვდი, 1-200 მეტრის იქითი არის. აი ნახე ჩუმია. არ გაწუხებს აებეთან. ისეთი რბილი საბურავები აქვს, რომ აი საერთოდ ვერ იმაშვები რა. ბიჭო, აი მართლა ისე მიდის, მე მგონი რომ გემზებზე ვარ ახლა. თან ახლა ისეთი პირობებით არის ეს აქციის ფარგლებში, რომ ნამდვილად დასაფიქრებელია. საჭეს სულუკი აქვს და აი რა. ძალიან გუშკურია რა. სხვადასხვა ელექტრომანქანებზე ხო ეძახენ რომ ხმა და რაღაცა არ აქვსო რა და შეიძლება რა. ამას აქვს. ანუ ამას აქვს თუ აქვს რა, აქ შედიხარ. ურთავ აი ამას. და ეხლა არ ვიცი თქვენ კამერაში რამდენად გეცნით, მაგრამ ინტერიერში ხა ისეთი ხმა გვესოს, რომ თითქოს რაღაც პორტალში გადიხარ. პირადად მე სხვადასხვა სხვა ბრენდის ელექტროავტომობილშიც მჭდარ ვარ. სუში რა SUV რაც არის. მაღალი გამოვლობის, მაგრამ Porsche-ს აბსოლუტურად ყველაფერში ეთყობა თავისი ხარისხი, ნაკერები გინდა არაფერი არ ჭრიჭინებს. სხვა შორის წითელი სალონი, ანუ არ მომწონდა ხოლმე რა, მაგრამ აი რაღაცნაირი წითელი, ანუ არ ყვირის და აი ძალიან ლამაზია. თან ნაკერებს ძალიან ვხვდება, იმიტომ რომ ნაკერებიც წითელი აქვს. ან ძალიან მინდა რომ მანქანის ხმა გაიგონ და მიკროფონი გარედან მივამაგროთ. არა მგონია ეგეთი ხმა გამოჩეს, მაგრამ გარეთაც გქონია სხვათა შორის ის ხმა წეღან რაც შეგნოთ თქვით რა. ნუ ფერზე რო აღარ ვილაპარაკოთ, მე კი მეტყობა და ისეთი ყველა მიცით რომ შავ ფერზე ვგიჟდები, მაგრამ ანუ ეს ისეთი განსხვავებული, ისეთი ნაზი და ისეთი საყვარელი ფერია, რომ ძალიან მომეწონა და ცხვირი არის. აი სინაზეც და თან აი ელეგანტურობაც და რა ვიცი ყველაფერი რა ძალიან მომწონს. სხვათა შორის უკანა საბარგული არ მინახავს და ხა თქვენთან ერთად დავაანბოქსინგებ.
რა მაგარად ჩემს ახსოვთ იყო იყოს ხადაო? რომ ხელფართია. და წინაც არის აბარგული, უკანაც არის. და უკან ამ ხელა. ძალიან მაგარია. ეს რა? დინამიკი არის. ბოუსის რაღაცა არის. ბოსი. ბოუსი. ბოსი. ბოუსი. ბოსი. რაც არის? არა, კაი დიდი ფართია უკან და. ანუ თვითონ ავტომობილით სანამ ამას ჩავშდებოდით, რა ხა გარედან რომ შევხედე, შედარებით პატარა მეგონა და როცა 911-ს წვიდულობდი, 911-მდე უნდა მეყიდა ტაიკანი. მაგრამ ტაიკანის უსს რაღაც ესეც განვიხილე, მაგრამ მან ცოტა მე პატარა ვარ თვალს ან ტესტრებზე გაყვანილი ამყავდა და გუშინ ტესტზე რო გამოვიყვანეთ, ან პირველივე ეფექტი იყო ვაუ რა. არ ვიცი, ამის შეძენას ვინც გადაწყვეტ, ეხლა მე თუმეტეს ესეთი პირობებით, ვისაც გსურთ იჩქარეთ აუცილებლად, მივბრძანდით, შეგიძლიათ ტესტრავი მოითხოვოთ, თუ არ ვწდები, არ ვიცი ეხლა რა მე დავაზუსტებ და მე შევსვამ ამას ვიდეოში და თუ უკვე უყუროთ, ესე იგი შეგეძლოთ მოთხოვნა და სხვადასხვა ეხლა რადგანაც ფარზე ვსაუბრობთ, თავიდან ეს ავტომობილი მეგონა რაღაც პატარა, ეხლა გარედან რომ შეხედავ მართლა პატარა და ვერ იფიქრებ ერთი წამიცაც რომ შენ თუ რო შეждები ეგეთი მაღალზეზე ხარ რა. მე ადრე ტაიკანი ხო უნდა მეყიდა. კროს ტურიზმ არ ჩაოლობ ტაიკანს ვფიქრობდი, მე ბარემ ოკეი კროს ტურიზმო თქო. მე სადაც კროს ტურიზმო იქაც მე 911 შევხედე და პლუს თეგეტა ლიზინგის პირობები წინა ვიდეოში გითხარით და ეგ ყველაფერი რო გავიგე, ბარემ ოკეი 911 იყოს თქო და ეხლა რამოდენიმე დღის წინ შემხვდა ამის რეკლამა. თეკოს უთხარი რომ მეთქი რადგანაც საოჯახო ავტომობილს ვეძებთ, ოჯახისთვის გინდა პლუს ბაკურენს ხშირად დავდივართ, სოფელში ხშირად დავდივართ და მაღალთიან ადგილებშიც ხშირად გვიწევს გადაადგილება. ბარემ აგერ მაკანია მშვენიერი პირობებით და ვნახოთ და გავატაროთ თქო და ავიცი ალბათ ეს იქნება ჩვენი მომდევნო საოჯახო ავტომობილი. ალბათ რა, თიკოს ესე მოეწონა, რატო არა? და ელემენტზე რო არ თქვა, არ შემიძლია, იმიტომ რომ რატომაც ელექტრომანქანას სუძანის თის მეგონა, რომ აი მალე დაჯდება, მე ხა მისი ტენო და რაღაც თქო, მაგრამ გუშინ დავტენეთ 100%-ზე და ანუ მამის 2 დღეა დავდივართ და მგონი 84%-ზეა ეხა და What? ხო, ამას გუშინ ხელით ვაღებდი, მაგრამ არ სჭირდება. ხო, აქ პატარა სათავსოა, ამას აბარგუდი და აღარ ქვია და ეს დამტენის რაღაცები. ეხა ვეთხოვები ჩემს სოლს მანქანას, რომ მეც გავტესტო რა. იმენა რა, სოლის მე რო დაждები მანქანაზე, ჯერ სკამი უნდა მოირგო. ქოქავთ თუ დაქოქილია ხო არა? ნუ კიდევ ერთი ხაზი, რასაც უნდა გავუშვოთ აუცილებლად. ბარი აქ რაღაც საოცრად დიდი, დაბლა ტელეფონის დატენა შეგვიძლია ამით. ვაირლესი არა თუ აბრა არის და. აი არ ვიცი რა, რატო წამართი განხევისი. აი აქ ტენი ტელეფონს. აქ სათავსოა, ჭიქების ჩასადები. Samsung-ს ხო ტენის სავარი. და ხვევით, აი აქ არის Type-C. ფათაშორის აქ აქვს პატარა ეკრანი, ანუ აი მეყურები როგორ დამეგობდა გზავრებისთვის განკუთვნილი და ნუ ჯერ არ ვიცი რა ფუნქციები აქვს. სავარაუდოდ შეგიძლია რა ხა და მე ვერ ხედავთო. მართლა? მეთქი რა ხდება? Private. მე ალბათ ხედავ. შენ ყურადღება არ გაგეფანტოს. მე თუ ფილმს ჩავართავ მაგალითად. ვიდე. ხო. მე ხედავი? ხო, მაშინ ესე გეტყვით. აი ვიცოდი რომ ამ მაკანს და Samsung Galaxy S26 Ultra-ს რაღაც საერთო ქონდათ ერთმანეთთან. ბიჭო, რაღაც ეკრანი აქვს, თიკო მეუნება იქეთ და აშკარად უყურებ რომ არ აქვს და გამოვიცი აქეთ თუნდაც private display არა აქვს. და ეგრევე გამახსნა ჩემი S26 Ultra, რომელსაც ასევე აქვს privacy display, რომელიც ძალიან მაგარი ფუნქციაა, იმიტომ რომ როცა შეტყობინებები მოგდის, შენს გვერდზე მჯდომი ადამიანი ვერ ხედავს. ნუ შეგიძლია მთლიანი სკრინი გაუთიშო, შეგიძლია მხოლოდ შეტყობინება დაიმალოს. ნუ მაკანის შემთხვევაში არ ვიცი, ეხლა მაგის ჩართვა გამორთვას დავარეგულირებ თუ არა, მაგრამ ვაჭერთ აი აქ, ნუ ეხლა გამორթե, ეხლა ჩაოლებრულად ხედავთ ყველაფერს. ჩამოვწევთ, ვაჭერთ აქ. აქ ვიჩვენოს მაგათად კონკრეტული აპლიკაციების შეტყობინება დაიმალოს თუ არა, მაგათად მე მაქვს WhatsApp-ის შეტყობინებები. გვაშეგვიძლია ჩავთოთ მაქსიმალური დაცვა ან შედარებით ნაკლები. ვაჭერთ გააქტიურებას და всё. ეხლა გვერდიდან დარწმუნებული ვარ, ვერაფერს ვერ ხედავთ. და მეთხრა თვალები გადაღებისას. ხედავთ რომ ეს? არა. მოკლედ აი კიდევ ერთი საერთო ამ რაღაცა შორის რა. მე აქ მაქვს Samsung-ის ფუნქცია. მოკლედ ვფიქრობ რომ ხალხი დაიღალა უაზროდ ესე საუბრით. ჩავრთოთ ჩვენი საუნდი. სპორტი. აუ ბიჭო რა კაია ელექტრომანქანის ეფექტი და სისხლი ეგრევე twin-ში მიაქვს და ცნევა არ გაჭერს. ყურები დამიგუბდა ეგრევე თან დაღმართზე ჩავდივართ. არა ძალიან კაია ელექტროავტომობილის ეფექტი ცალკე მაგითო მოწონს პლუს ეს ხმარო აქვს მაგას ალკე. ვა ყურები დამიგუბდა ვეღარ საუბრობდო. სხვათა შორის კიდევ აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას რომ აქვს ძალიან მაგარი ხმის იზოლაცია, ნუ
გუშინ მაგიტო ჩამომეძინა ლამის ავტომობილზე, რომ ქალაქში რო დადიხარ, გარედან ხმები არ შემოდის. ეს ხმოს უგათიშვილი გაქვს, საერთოდ არაფრის ხმა არ გესმის, დადიხარ საოცრად რბილად და მეტი კომფორტი რა გინდა ავტომობილში. ეხლა ცოტა ხანში Porsche-ის ფოტოებს გადავიღებ 911-ს, მაგაზე ძალიან მაგარი გეგმები გვაქვს ვატაშორის და მალე ჩვენი ავტოპარკი განახლდება რაღაც საოცრად. და ხო, მე დანის ვაჩვენოთ ავტომობილი რა ეს. დანის აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის შეძენა რეალურად იმიტომ გვინდა რომ საოჯახოდ გამოვიყენოთ კარგად. თუ არა, ანუ გამოვიყენო, მე უნდა გამოვიყენო. ზუსტად ახლა 2 დღე ამ ავტომობილით დავდივარ და 225 კილომეტრი მაქვს გავლილი, ელემენტი კიდე 51%-ია. თან გაითვალისწინეთ, რომ ნელა არ დავდიოდი, საკმაოდ ჩქარას დავდიოდი, პლუს ქალაქში დავდივარ ძირითადად. ნუ ჩქარა რა, სუჩქარა რა, თქო უნდა რაღაც შერეული სიარულით. აი რითიც ახლა ჩაოლებრო დავდივარ ხოლმე ხა, თუნდაც 911-ით, თუნდაც ჩემი მეორე დეილი მანქანით. არ ვიცი, 225 კილომეტრი აქეთ-იქით ვიარე, კიდევ 51%-ზეა და არის რაღაც სასწაულად ეკონომიური. თან ძალიან მალე იტენება, სახლში დამტენს დავაყენებ. ამას დავაყენებ და საწოვის ხარჯი ალბათ თლიანად გამენულდება. ნუ რაღაც დენში იქნება რა თქმა უნდა გადასახადი, მაგრამ ისეთი მიზერული ჩემთვის რომ აი ალბათ პირადად მე განულებას არ ვასოცირებ მაგ ყველაფერს. 200 კილომეტრს კიდე გავუვლით წერს. ეხლა თან გზობაზე ვიყავ გადასული საგურამოში ჩვენი შენებარე სახლი მოვინახულეთ, რომელზეც ძალიან მალე გაგიზიარებთ ინფორმაციას და ბრუნდებით ახლა თბილისში. ამასაც ცენტრში დავაბრუნებთ და იმედი მაქვს უახლოეს დღეებში კვლავ ეს სტუმრები გამოყვანეს და მაგასაც აუცილებლად გაგიზიარებთ TikTok-ზე ან Instagram-ზე და ამ ვიდეოშივე გავცეთ იმ კითხვას პასუხი, რომელიც ჩემს ვიდეოებში საკმაოდ ხშირად ისმის. რა ვიშოვეთ ასეთი მე და თიგო. ამ სინამდვილეში არაფერი ისეთი არ გვიშოვია, უბრალოდ რასაც ვშოულობთ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ გონიურულად გამოვიყენოთ და რაღაცებში გადავანაწილოთ რა და ერთიანი ქეში საერთოდ არაფერი არ ვიყიდოთ ხოლმე. ამ შემთხვევაში ახლა ესეთი პრემიუმ ელექტრო SUV-ის შეძენა 12 თვიანი 0%-იანი ლიზინგით ძალიან მაგარი შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ რა. 911-ის შემთხვევაში flex ლიზით ვისარგებლეთ. საერთოდ სხვანაირი პირობებია, მაგრამ აი ეს უპროცენტო გადანაწილება მხოლოდ ამ ელექტრომაგანზეა და აუცილებლად გამოვიყენეთ ეგ შანსი, ვისაც გაქვს შესაძლებლობა. უბრალოდ არ ვიცი ვიდეოში როგორ აგიხსნათ ეს ავტომობილი, როგორ დადის გზაზე, თუ არ გამოცადეთ რეალურად. გარედან რო შეხედავ, ერთი შეხედვით შეიძლება რაღაც პატარა ჯიპი მოგეჩვენოს, შეგნით მე მეგონა რომ ფართი არ იქნებოდა, რაშიც შევწდი და რეალურად რო დავჯექი და გამოცადე, საკმაოდ დიდი ფართია. ასევე საკმაოდ დიდი დისკების გამო მეგონა რომ გრუპი იქნებოდა, მაგრამ რა გრუპი გზაზე დავდივარ და მგონია რაღაც გემია და წყალზე მიცურავს ისე მიდის. ნუ კამერაში ჩანს რომ საკმაოდ მაღალზე ვზივართ რა. როცა გვერდიდან გვიახლოვდებიან ინტერიერში განათებები რაც კარგი არის სხვათა შორის და აი აქ რაღაც წერტილების ყურება არ გვიწევს. განათებები საკმაოდ ბევრი გვაქვს. ვისაც მაგალითად ახლა ინტერიერში განათებები გიყვართ, ხამე საკმაოდ სასიამოვნო იყო ამით სიარული. ეხლა ცენტრში მივყავს რომ დავაბრუნოთ უკან და რაღაც დრო მექნება ეხლა მოსაფიქრებლად რომ შევიძინოთ თუ არ შევიძინოთ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გაგიზიარებთ, უბრალოდ საკმაოდ მაგარი შანსია და ხელიდან გაშვება არ ღირს. 0%-ად წარმოვიდგინეთ 12 თვე გინაწილებენ თანხას უპროცენტოდ, ანუ ეს რაღაც არც ერთი ბანკი არ გააკეთებს ალბათ. ესე რომ საკმაოდ კარგი და გონიურული გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის ახლა ამ ავტომობილის შეძენა რა. თუმცა თქვენ მაინც ამიწერეთ კომენტარებში ჩემს ადგილას თქვენ რას ეზავდით და თქვენ მოგწონთ თუ არა ეს ავტომობილი და თქვენც რას აპირებთ.